დღეს ვსაუბრობთ კუსტრის სამთო ველო პარკზე, რომელიც თბილისის ცენტრთან ძალიან ახლოს არის. დაახლოებით ვაკის პარკიდან 3-5 კილომეტრში თქვენ უკვე აღმოჩნდებით კუსტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც იწყება სამი სამთო ველო ბილიკი. ეს ბილიკი 2023 წლებში გაკეთდა. ამ ბილიკებს ყოველდღიურად, განსაკუთრებით კი შაბათ-კვირას, ძალიან ბევრი ველოსიპედისტი სტუმრობს. პირველი არის მარტივი ველო ბილიკი, ორი უკვე რთული ველო ბილიკი. დღეს დავუშვებით სამივე სამთო ველო ბილიკზე და მოგვიყვებით თითოეული შესახებ. სანამ ბილიკებზე გადავალთ, ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა: როგორ მოხვდეთ ამ ბილიკებზე? ბილიკებზე მოხვდა რამდენიმე გზით შეგიძლიათ. თუ არც აღმართების გეშინებათ ან ვარჯიში გინდა, ეს გზა იდეალურია. კუსტრის გადასახვედან თქვენ მოხვდებით ძალიან სასიამოვნო გრუნტიან გზაზე. პირველივე მკვეთრ მოსახვევში დაინახავთ ესეთ შესასვლელს, რომელიც გადადის წითელ გზაზე. ეს ბილიკი ძალიან სასიამოვნო და მშვიდია. აქ გაგხვდება არს მანქანები და მშვიდად წყნარად აუყვები გრუნტიან გზას. ტექნიკური მონაკვეთი მხოლოდ 2 შეგხვდებათ, რომელიც ხელითაც შეგიძლიათ აიყვანოთ. ჯამში ეს ბილიკი კილომეტრზე 700-ია და მოხვდებით კუსტრის სამთო ველო პარკის მარტივ ველო ბილიკზე. კუსტრის ველო ბილიკზე მოსახვედრად მეორე გზა არის საბაგირო. ველოსიპედით შესვლა 2 ლარი ღირს და ამაგრებენ ძალიან კომფორტულად. შეგიძლიათ უყუროთ როგორც ველოსიპედს, ისეთ დადგმეთ საბაგიროდან ხედებით. ვინც მიცნობს კი იცის რამდენად მიყვარს კუსტრის ბილიკები და არც კი ვიცი ამდენჯერმა ნამყოფით. დაშვების დროც მოვიდა. ეს არის ჩვენი პირველი ბილიკი. დრო ამოამზადეს დაშვების ველოსიპედით, ჩემ ველოსიპედს ესეთი დროპერი აქვს და ჩავწევს სკამს, თქვენ თუ აგაქვთ დროპერი, ჩაწიეთ სკამი. სიჩქარეები გავართულენ და აღმოჩნდა რომ ამოვედი მარტივში მქონდა და ეგრე არ უნდა დაიშვათ. გაართულეთ სიჩქარეები, ველოსიპედის მომზადების შემდეგ ცოტა შორიდან დაიწყეთ წამოსვა და ძალიან სასიამოვნო ინერციით შევდეგით ბილიკს. გზა ისევ მარტივი ველო ბილიკისკენ შეგიძლიათ გააგრძელოთ. აქ სრულდება მარტივი ველო ბილიკი. კუსტრის ცენტრალური შესასვლელის მოპირდაპირე მხარეს თქვენ დაინახავთ რთული ველო ბილიკების შესასვლელს. ჩემს უკან უკვე არის რთული ველო ბილიკი. აქ გზა ორად იყოფა, ორივე არის რთული. ამ შემთხვევაში ჯერ მე წავალ მარჯვენა მხარეს და მე წავალ მარცხენა მხარეს. თუ ხარ დამწყები ამ ბილიკს შეჯერებთ არ გირჩევ, ჯობია რომ გამოცდილება დააგროვო და მე წამხვიდე ამ ბილიკზე, მაგალითად მარტივი ველო ბილიკზე რომ ბევრჯერ დაეშვებით, მე აქ ცალეთ. აქ განსხვავება ის არის, რომ არის საკმაოდ დამრეცი, განსაკუთრებით დასაწყისში. მე არის ვირაჟები, არის გარკვეული გადასახტომები, უმრავლესობა გადასახტომს გვერდზე აქვს ასაქცევი და შეგიძლიათ აუქცეთ, თუმცა დამწყებისთვის გარკვეულწილად რთულია, იმიტომ რომ უნდა იცოდე გზა, უნდა იცოდე სად არის გადასახტომი, სად არის მოსახვევი და სად არის რთული მონაკვეთები. ამიტომ ჯობია რომ დასაწყისში გაყვეთ უნდა გამოცდილს, შეისწავლოთ ბილიკი და მე უკვე თქვენ თვითონაც დამოუკიდებლად სცადოთ. კაი, ამ დაბაპარაკ ჯობია დავეშვი. წავით რთული. ისეთი არაფერი. შევაჩერე საჩერები აქ არის გადასახტომი. წახვევ. აქ შეგვიძლია ჩახვიდეთ. არ გადახდეთ რაღაცა. ეს ხარა გადახდეთ. აქ შეიძლება ჩავხდეთ ესე. აუ. შეგვიძლია გადახდეთ. განკარია, კაი, სადღაც იყო ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი. ოდი პასკოლი. ეს საკაცია. აი, ისე ჩამოვიდით იგივე ადგილას. ვატრიალებ პედალს და მივდივართ მესამე ბილიკზე ასასვლელად.
ძალიან კარგი ბილიკია, ისეთი რომ ნელ-ნელა გაჩვევს სიჩქარეს. სწავლობ უფრო კარგად მუხრუჭებს, სად როგორანაირად. სწავლობ ისე გადახტავებსაც და მე უკვე ვთავაზობდი რომ გადახტე შედარებით უფრო დიდ ჯამფებსა თუ დროფებს. კი კვატივი გავეში ცოტას, მაგრამ არა უშავს. ავარი ახლა ნახეთ როგორი ბილიკია. ვაწავდით სიძე. That's what I don't think. ხელი განსხვავდი. ესე. არის არ შეგეშინდე. იმიტომ რომ ხალხარი Sorry, I saw something on my phone. Can I go to ჩემი ძე გავაგზავნოთ და ესე ჩემი ერთ-ერთი საყვარელია. ეს გზას რომ უყვებით. მე ვფიქრობ ნაჩ. ბევრი ბილიკია აქთან. თუმცა მე ეს მოყავს ყველაზე მეტი. ვიდეოში თქვენ ნახეთ კუსმის სამთო პარკის 3 ბილიკი. შემდეგ ვიდეოებში კი გაგაცნობთ თბილისში არსებულ სხვა სამთო ბილიკებს.